ეს არის დღის არხი რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად დღის აქტუალური თემა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით დღის აქტუალური თემით პირდაპირ ეთერში გვერდება ლელა ტყეშელაშვილი ფსიქოლოგი რომელიც არაერთხელ ყოფილა ამ სტუდიის სტუმარი და ქალბატონი ლელა ყოველთვის არარჩეულებრივ რჩევებსაც გვაძლევს ხოლმე რომელიც შემდეგ გვეხმარება არ ვარ სუბიექტური ჩვენი მსმენელები დამეთანხმებიან და ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა იქნება როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს პანდემიასთან გამკლავებაში და არსებულ რეალობასთან შეგუების პროცესში. ქალბატონ ლელა, მოგესალმებით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მივესალმებით მსმენელს. ისმენთ გამიძლიერო დავეხმარო ამ შემთხვევაში ქალბატონო ლელა პირველი და მთავარი კითხვა როგორ დავეხმაროთ სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით გულისხმობ პირველ საფეხურზე იმ მოსწავლეებს რომლებიც პირველ საფეხურზე სწავლობენ ან თუნდაც პირველად მივიდნენ წელს სკოლაში ახალ რეალობასთან ადაპტაციაში მით უმეტეს რომ გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარება. დიახ, მოდით ჯერ პირველ რიგში დავაზუსტოთ რა არის ჩვენი ახალი რეალობა, რაში მდგომარეობს, თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ პრინციპში ეს მაინც არის ალბათ დათქმელი, რომ ახალი რეალობა გახლავთ ის, რომ თუ ცალკე გქონდა ადრე სკოლა, ცალკე გქონდა ჩვენი სამუშაო ოფისი და ასე შემდეგ, ჩვენი სახლი გახდა სკოლაც, ოფისიც, სახლიც, ანუ ორმაგად სახლია ვიდრე იყო და ის ადრე სხვა რამესთან იყო დაკავშირებული, მოდუნებასთან იყო, დასვენებასთან, სპონტანურობასთან დაკავშირებული და აი ეს ჩვენი გარე რუტინა, რაც ასე ვთქვათ, გვაიძულებდა, რომ სადღაც მისულიყავით და იქ მოვალეობები შეგვეცვლილებინა, ეს უნებლიეთ გვაყენებდა ფორმაში და ეხლა მთელი პასუხისმგებლობა გადმოვიდა ჩვენზე, თუ როგორ დავგეგმავთ, როგორ განსაზღვრავთ ჩვენ სამუშაო დღეს და ამ თავისე სანამ გადავიდოდეთ თქვენ შემდეგ შეკითხვაზე რომ თქვათ მოსწავლეებს როგორ დავეხმაროთ სწავლის პროცესში ერთ-ერთი უპირველესი რეკომენდაცია რომელსაც გვაძლევს მაგალითად გაეროს ბავშვთა ფონდი ფსიქოლოგთა ასოციაცია და ასე შემდეგ გახლავთ ის რომ როგორღაც რაც აქამდე არ გაგვიკეთებია ვიცოდით რომ უნდა გაგვიკეთებინა მაგრამ თითქმის არასდროს არ ვაკეთებდით რომ გეგმავდით ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში უნდა დაგვეგეგმა ჩვენი ასე ვთქვათ დღეები და შეგვედგინა მიზნები და გეგმები აი ხო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბევრი რამის გამო საერთოდ მოწესრიგებულობა და რუტინა ადამიანს აძლევს დაცულობის და სიმშვიდის განცდას წესრიგი ჩვენს ირგვლივ ჩვენ უფრო გვამშვიდებს იმიტომ რომ ბუნებრივია იცით რა ესეთი კატაკლიზმები რაც ხდება ხოლმე რაღაც პერიოდულობით სოფლიოში ყოველთვის არის სტრესთან დაკავშირებული და ჩვენ ეხლა ვისწავლით სტრესთან ურთიერთობას და სტრესთან გამკლავებას და მე ვფიქრობ რომ მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვალთ აი ამ პანდემიიდან უფრო მეტი რამ გვეცოდინება საკუთარი ემოციური სისტემის შესახებ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვის შესახებ ვიდრე ვიცოდით აქამდე. ქალბატონ ლელა თქვენ ახსენეთ დიახ უკაცრავად გაგაწყვეტინეთ ერთი წამი თუ შეიძლება აი ამ უბრალოდ აი ამასთან რაც თქვენ მითხარით აი ამასთან არის მასში და ერთი პატარა შეკითხვა თქვენ ახსენეთ მოწესრიგებულობა და რუტინა და ხო არ გულისხმობს აი მესმის რომ ყოველას ერთ სივრცეში გვიწევს ხო ახლა მშობლებსაც შვილებსაც ოჯახის წევრებსაც მუშაობა ცხოვრება სწავლა და ასე შემდეგ ხომ არ შეიძლება რაღაცა ისეთი რჩევის მიცემა აი იგივე არ ვიცი აი გარემოს შექმნის სპეციფიკიდან გამომდინარე აი საათები როდესაც არის ასწავლო საათი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში რაღაცა ჩვევა ჩამოვაყალიბოთ, ან რაღაცა განმასხვავებელი ნიშანი მივცეთ, ხო? თუნდაც ახლა სკოლის ფორმას ბევრ სკოლაშიც არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აი იგივე გამოყურებასთან დაკავშირებით, ამასაც ხო არ აქვს გარკვეული მნიშვნელობა, თუ როგორ ემზადება მოსწავლეებია, რომ სასკოლო ტანსაცმელი, იცით რა, უფრო მეტად მივამგვანებთ აი ამ სიტუაციას, სასკოლო სიტუაციას, ბავშვებს უფრო მეტად გაუადვილდებათ. მე გამახსენდა
ერთ-ერთი მასწავლებლის მაგალითი, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელში მოგვაწოდეს, რომელიც სპეციალურად ფეხით იმ პერიოდში, როდესაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა, მიდიოდა საკლასო ოთახში და საკლასო ოთახიდან ატარებდა გაკვეთილს ბავშვებისათვის, რომ მათთვის გაეჩინა, განცდა, რომ ისინი არიან გაკვეთილზე ნამდვილად. ასე რომ დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან კარგად და ძალიან იცით რა ზოგიერთი რჩევა შეიძლება პრაქტიკული არ არის იმ ოჯახებისათვის, სადაც რამდენიმე მოსწავლეა, რამდენიმე ადამიანი მუშაობს და სივრცე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, ადამიანებმა ეს ერთდროულად გააკეთონ, მაგრამ აი საათების სწორედ ურთიერთშეთანხმება, იცით რა, დღევანდელი გამოწვევა არის ადამიანების მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ოჯახში. იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთზე დავჭით ერთმანეთთან, აღარ აგვყავს შუამავლები ერთმანეთთან და უკვე იძულებულები ვართ და ეს ძალიან კარგია. მეორე მხრივ, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ჩვენი აი ზუსტად იმ რუტინის, ცხრილის და ასე შემდეგ შედგენის პროცესში ერთმანეთის ასე ვთქვათ, საჭიროებები გავითვალისწინოთ და მათ შორის ბავშვებად მშობლების, როცა ისინი მუშაობენ, თვითონ როგორ უნდა მოიქცნენ და ამაზე ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შვილებთან ერთად საუბარი. საერთოდ, როცა ვაპარაკობ, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით თემას სწავლის პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ რახან ჩვენ ახლა წესებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია რეჟიმი და ჩვენ თუ ეს ძალიან გვიჭირს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ეს არასდროს არ გაგვიკეთებია და ეხლა ვიწვნევთ ფაქტიურად ჩვენ იმ ყველაფერს, აი ჩვენს სპონტანურობას, რომელიც ერთი მხრივ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცნაირად კონცენტრირებაზე თვალსაზრისით ხელს გვიშლის, ხო? აი ეს რაც შეეხება ეს დღის განრიგი და წესრიგი, რომელიც ადამიანს უფრო თავდაჯერებულს ხდის და აი ეს ესე ვთქვათ, ის უნდა იყოს აუცილებლად ინდივიდუალიზებული. ეიკო, ჩემი ესე რეკომენდაცია ყველა ჩვენგანს, რომ რუტინა საერთო იყოს ოჯახში არ ნიშნავს, ესე იგი ვიღაცის წესებით ცხოვრებას, უნდა იყოს საერთო რუტინაც და უნდა იყოს ადამიანების ინდივიდუალური, იმიტომ რომ აი საერთო აქტივობები, რასაც ოჯახი დაგეგმავს, ის გუნდურობის განცდას ძენს ოჯახს და ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენ ერთად ერთად რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ აი სწორედ ეს თანადგომის მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური წესები და ინდივიდუალური რეჟიმი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანისა გათვალისწინებული და მთავარი ის გახლავთ, რომ ის ჩვეულებრივი ქცევები, აი ესეთ უჩვეულო სიტუაციაში, ჩვენ როგორც არის ჭამა, ძილი, მაგალითად, სახლის დალაგება და ასე შემდეგ, ეს უკვე ჩვენს იმაში თუ არ ჩავსვით დღის განრიგში, უკვე აღმოჩნდა, რომ პრობლემას გვიქმნის, განსაკუთრებით ძილის დარღვევები, როდის დავიძინოთ, როდის გავიღვიძოთ, აი ჩვეულებრივი საყოფა ცხოვრება და აი ცხოველქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა დასაგეგმი და რაც თქვენ ბრძანეთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია დღის ორ ნაწილად გაყოფა, როგორც მქონდა ეს ჩვეულებრივად, როცა მუშაობდით, როდის სწავლობდით, როდის ვისვენებდით, ესე იგი რუტინა უნდა იყოს მომწესრიგებელი და არაშემზღუდველი, აი ეს არის მთავარი. თუ ეს ჩვენ თვითონ გადაიქცევ, ეს ძალიან ცუდი იქნება და არაფრის კეთების, მოდუნების და რაც მინდა იმის კეთების პერიოდით აუცილებლად განსაზღვრული უნდა იყოს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც ახლა ვიდიან მართლაც სკოლაში. ეს არის პოზიტიური არ გავაკეთოთ კი არა გავაკეთოთ და გამოწვევებს რა შესაძლებლობებს თავაზობს ჩვენ დღევანდელი დღე. ასე რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასე ვთქვათ რეკომენდაცია გარდა რუტინის შემუშავებისა გახლავთ დღის ნაწილებად დაყოფა. ანუ როგორ შევიდეთ ფორმაში, როგორ გამოვიწყოთ დღე, მერე როგორ დავისვენოთ შუალედში, შემდეგ როგორ მოვეძადოთ შემდეგი დღისათვის და რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეორე დღე უფრო მეტად მოწესრიგებული გქონდეს და აუცილებლად დღის ბოლოს, ეხლა ვერ დაიმახსოვროთ ჩვენმა ესე ვთქვათ მსმენელებმა ბავშვთან ერთად ერთი რამე დავგეგმოთ როგორც ჩვეულებრივი ესე იგი აქტივობა, რომ ერთი კარგი რამ გავიხსენოთ, რაც კარგად გამოვიდა, ან ერთი ფაქტი, რაც მოხდა დღის განმავლობაში, რომ რაღაცნაირად ესე იგი უფრო ოპტიმისტური იყოს ჩვენი ცხოვრება და ვთქვათ წინა პლანზე წამოვწიოთ, ახლა კი არ მიჩხმავოთ პრობლემები, არამედ კარგი ამბებით წამოვწიოთ წინა პლანზე. დღეები რომ არ დაემსგავსოს ერთმანეთს, დღის მონაკვეთების გარდა ხშირად არის რომ დღე-კვირა ისე გადის, რომ ერთი და იგივე გარემოში თითქოს მიფრინავს ეს წუთები, შეიძლება ფილოსოფიური რაღაც პასაჟი არის ჩემი მხრიდან, მაგრამ ამბობ, რა მალე გადის დრო ისეთი ასაკის ბავშვები ამბობენ
ცოტა უცნაურია ხოლმე მათგან ამის მოსმენა. ძალიან საინტერესოა ფილოსოფიური კი არა ძალიან ფსიქოლოგიურია სხვათა შორის იმიტომ რომ ჩვენ დროის აღქმას როცა ვსწავლობთ ფსიქოლოგიაში არის ხოლმე რომ რაც უფრო მრავალფეროვანი აქტივობებით არის დრო დატვირთული სუბიექტური განცდა დროისა არის უფრო დიდი თითქოს მეტი დრო გავიდა და როცა ერთი და იგივე არის იცელება ეს დრო თვითონ პროცესში მაგრამ მე საერთოდ არაფერი არ გახსენდება თითქოს უცბად გაფრინდა ამიტომ მეცით რა აი ცუდი ქცევები რაც ძალიან უკვე მართლა აგიჟებთ არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება მაგრამ სხვა აი კარგად ასახავს რეალობას მშობლებს რომლებიც უკვე აღარ იციან რა გააკეთონ ერთ-ერთი აი რთული ქცევები ბავშვების მობეზრებით არის გამოწეული მობეზრებით ანუ ეს მოკიჭება რასაც ჩვენ ვამბობთ ერთი და იგივე რაღაცის კეთება უყურადღებობა და უგეგმაობა მე ამიტომ გვინდა ჩვენ რომ დავასწროთ ამას სანამ ეს მოხდება მანამდე რაღაცნაირად გავამრავალფეროვნოთ ჩვენი დღის ესე ვთქვათ წარმართვა და როგორ ვიცხოვროთ ყოველდღიური ცხოვრება. ქალბატონ ლელა, სასწავლო პროცესი, განსაკუთრებით აი პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები პირველი საფეხურის ვინც სწავლობს იმ ბავშვებზე, იმ მოსწავლეებზე რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა დაიგეგმოს, ხშირია გვესმის ხო, აი ესეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვს არ უნდა გაკვეთილზე შესვლა, დასწრება აი ამ ფორმით. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა რეაგირება უნდა ჰქონდეს მას? ხაი ვირტუალური მოსწავლის მშობლობა კიდე ახალი როლია. კიდე ახალი როლი და ახალი გამოწვევა. იცით რა გამოცდილები არიან არა მხოლოდ მშობლები, არამედ მასწავლებლები, ყველა ცდის და შეცდომის მეთოდით ესე იგი მუშაობს. თუმცა მოდით რა წარმოვიდგინოთ მშობლებმაც და მასწავლებლებმაც, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არის და ის პროცენტი, რომელიც გაკვეთილზე შესვლაზე უარს ამბობს, ახლა თქვა კომპიუტერთან ურთიერთობით, ასეთი პროცენტი ყოველთვის არსებობდა სკოლაში, რომელსაც მაგალითად არ უნდა საკლასო ოთახში შესვლა დედასთან ერთად ყოფნა უნდა და ტიროდა გაკვეთილზე შესვლის დროს და იგივე მოდი ჩავთვალოთ რომ ეს იგივე პროცესია და როგორი მექანიზმებითაც იქ უნდა მოქცეულიყავით აქაც დაახლოებით ისე უნდა მოვგდეთ უბრალოდ იქ არასდროს არ დავფიქრებულა და როგორც არ იმართებოდა ეს პროცესი ისეც არ იმართებოდა ხო ესე იგი პირველ რიგში აუცილებლად მასწავლებელთან უნდა იქონიეთ მჭიდრო ურთიერთობა ისინიც პრობლემების წინაშე არიან თქვენი შვილის შესახებ ჩააყენოთ საქმის კურსში რატომ იცით იმიტომ რომ ისიც გეგმავს აქტივობებს კლასთან დაკავშირებით ესეც შეცდომაა თავისთავად ჩვენ ისედაც ვეუბნებოდით საკლასო ოთახში მასწავლებლებს რომ ბავშვების გათვალისწინებით უნდა იყოს ყველაფერი განსაზღვრული და მასწავლებლებს მონიშნული უნდა ქონდეს ვის მიმართა შეკითხვით ვის რამდენჯერ შეხედა მაგალითად არავერბალური კომუნიკაცია და გამყარა რომ არ გამორჩეს ეს იმიტომ კი არა რომ დაიძაბოს მასწავლებელი პირიქით რომ ხარისხიანი იყოს მათი ურთიერთობა და ეხლა თუ ამაზე უარს ამბობს ბავშვი აქ პირველ რიგში სახალისების სისტემა უნდა ისე ვთქვათ შემოვიდანოთ ყველაზე მარტივი რომელიც ყველა ქცევის დროს ამართლებს განსაკუთრებით უმცროსი სასკოლო ასაკის პერიოდში მაგრამ აი თუ ოდესმე საჭირო იყო რომ შინაგანი мотиваცია ქონოდათ ბავშვებს სწავლისა აი ეხლა უფრო მნიშვნელოვანია სახლში იმიტომ რომ სკოლაში რაღაცნაირად ეს გარეგანი мотиваცია გარეგანი რას ნიშნავს რაღაცის გულისთვის მიდიხარ დედამ რო არის იჩხუბოს ვიღაცა მაგას თქვას რომ სკოლაში არ დადის რომ კარგი ნიშანი მიიღო მაგალითად მასწავლებელმა შეგაკვეთეს ყველაფერი გარეგანი мотиваცია და შინაგანი мотиваცია არის უცად თვითონ პროცესი ხსიამოვნებს გიყვარს სწავლა იქ ესე ვთქვათ პროცესი თვითონ კეთების რასაც გავალებენ და აი ეს რომ როგორღაც საინტერესო იყოს სასწავლო პროცესი ამაზე ვერაფერი ვერ შეცვლის ეს იქნება ზუსტად ის რომ ჩართავს ბავშვს სასწავლო პროცესში ზოგიერთი მშობელი იმით კმაყოფილდება რომ ბავშვი ზის კომპიუტერთან და და შეიძლება ამ დროს არ ალესრება გაკვეთილს ხო უფრო მეტი საშუალება არის იმისა რომ გამორთული იყო და ამოვარდნილი სასწავლო პროცესიდან აქ არის ზუსტად მიმართვის აუცილებლობა რომ მაგალითად თვითონ წარადგინოს საშინაო დავალება ბავშვმა უფრო მეტად გამოვიყენოთ ის სასწავლო პორტალები რომელიც ჩვენ გვაქვს
და აუცილებლად აი ჩვენ გვაქვს საშიშროების წინაშე რომ აი ციფრულ ტექნიკასთან ზედმეტად იყვნენ ბავშვები კავშირში და ეკრანის წინაშე ძალიან დიდხანს ისხდნენ. ამიტომ მეტი დავალება ხელით შესაძლებელი. ეხლა ჩვენ ხედავთ ტელესკოლაში მაგალითად ხო როგორ დავალებებს აძლევენ ჩვენი მასწავლებლები საერთოდ არ არიან კავშირში ხო პირდაპირ კავშირში ამ ბავშვებთან მაგრამ ისინი გზავნიან აი ამ ინტერნეტ გვერდზე თავიანთ ნამუშევრებს არა აი ეს საერთოდ мотиваციას რა აძლიერებს რატო უნდა ადამიანს სწავლა ერთი რომ ის უნდა იყოს დარწმუნებული რომ მას რაღაცის გაკეთება შეუძლია ჩვენ რისი გაკეთებაც კარგად შეგვიძლია გვეხალისება კიდეც ამის გაკეთება და ბავშვი უნდა იყოს დარწმუნებული რომ მას რაღაცები კარგად გამოსცის და ჩვენ ამაში უნდა დავარწმუნოთ და ეს უნდა შევუქმნათ ეს გამოცდილება და მეორედ რასაც აკეთებს იმის ღირებულებაში უნდა იყოს დარწმუნებული რომ კარგია ეს სწავლა და აი ქალბატონო თამარ გაგუშიძემ გააჟღერა ეს პირველად როცა მე ეს მოვისმინე და მე ჩავთვალე რომ ამისი ტირაჟირება და ბევრჯერ განმეორება ძალიან მნიშვნელოვანია რომ როდესაც მშობლები კი რა თქმა უნდა ჩვენ ეს გვაწუხებს და წუწუნებს მაგრამ აი ბავშვები ამას ისმენენ რომ ეს რა სწავლა ამ ბავშვებმა ამის შედეგად არაფერი არ ისწავლეს დარჩნენ ბავშვები გაუნათლებლები ეს რა საშინაო დავალება და ასე შემდეგ და თუ სწავლის პროცესი თვითონ ბავშვების თვალში ჩვენ ფასს დაუკარგავთ ადამიანი ხა ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ თუ ადამიანმა წარმოიდგინა რომ რაღაცა სისულელეს აკეთებს არაფერი აქედან არ გამოდის ეს ისე პროცესი არ არის რაც უნდა იყოს რა თქმა უნდა მისი мотиваცია ხა მაღალი იქნება რა თქმა უნდა დაბალი იქნება ხო ასე რომ როგორმე ეს სასწავლო პროცესი აი აქ გვინდა კრეატიულობა მასწავლებლებსაც და მშობლებსაც თუ ჩვენ არ ყოფნის ჩვენი შემოქმედებითობა არსებობს ბევრი საშუალება რომ ჩავხედოთ მაგალითად ინტერნეტში და ვნახოთ როგორ შემოაქვთ უფრო სახალისო აქტივობები ესე იგი მასწავლებლებს სასწავლო პროცესში და ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ ძალიან ბევრი რამე დღეს სავსე არის სივრცე ამ ყველაფრით ხო ბევრი ექსპერიმენტირება კულინარიის ჩართვა მაგალითად სასწავლო პროცესში ისედაც ცნობილი არის ესებით სწავლა ცნობილი დიუის სკოლა ეს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლად ითვლება და ჩვენ არ გვეგონოს რომ მოსმენა სწავლა და ლაპარაკი არის ეს ისედაც გვეგონა და შეცდომა იყო და ეხლა ნამდვილად გჭირდება ნამდვილი მასწავლებლობა რომ ეს იქნება ხატვა კოლაჟის გაკეთება 3D აპლიკაციები მულტიმედიის გამოყენება მაგალითად ცოტა უფრო მაღალ კლასებში და ბავშვებმა ისედაც შეუძლიათ ამის გაკეთება და რაც თავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან გაცვეთილი სიტყვაა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კვება და ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია 7 მასწავლებელი და 7 მშობელი და ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი შვილები კარგად იყვნენ და მივხედოთ საკუთარ თავს აი ამას ხალბატონ ლელა ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება და ბოლოს ერთგვარად რომ შევაჯამოთ თქვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ რომ ეს კიდევ ახალი გამოწვევა არის მშობლებისათვის აი თვითონ мотиваციაზე როდესაც საუბრობთ აი რა შეგვიძლია მშობლებს რა შევა შეგვიძლია მივცეთ იმიტომ რომ ის რეჟიმი დისტანციური მუშაობა და ასე შემდეგ მშობელი ფიზიკურად შეიძლება არის შვილთან მაგრამ არ აქვს მას დროს აიმისოთ რომ ის უფრო მეტად იყოს ჩართული ვთქვათ აი ამ სასწავლო პროცესში ერთი მხრივ ეს არის ძალიან კარგი, როდესაც უფრო მეტი დროის გატარების საშუალება მოეცათ მშობლებსა და შვილებს, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. აი ასეთ შემთხვევაში რა რჩევას და რეკომენდაციას მისცემდით მათ? იცით რა, მე მაინც გაზიადებული მგონია, რომ მათ არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება. მე კიდევ ამბობ, რომ ამის მოწესრიგება და დაგეგმვა ჩვენ ძალიან დაგეხმარება და ბოლოს და ბოლოს გატარებულ დროს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხარისხს, როგორ ვატარებთ, არა ჩვენ ბავშვებთან დროს, ასე რომ სიგნით ჩვენ ხომ უნდა წავიკითხოთ ბავშვთან ერთად, ხო შესაძლებელია ამის გაკეთება. სასწავლო პროცესს კი ნუ დავესწრებით. ეს სასწავლო პროცესი გადავანდოთ მასწავლებელს, შეგვიძლია ჩვენ დავაკვირდეთ, გადავიღოთ მაგალითად და მასწავლებელს შევეხმიანოთ, მაგრამ შესრულების პროცესის დაგეგმვაში ჩავერთოთ და დავეხმაროთ ბავშვს მაშინ, როცა მას დახმარება სჭირდება. აი უბრალოდ ერთად ყოფნა და სახეში შეხედვა, რასაც იცით, როგორი ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები სახში ყოფნის დროს ერთმანეთს არ უყურებენ საერთოდ. და აი ის რომ აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ კარგი რაღაცისათვის, კარგი ქცევისთვის შეაქეთ ბავშვი. რატომ არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ადამიანი განიცდის, რომ ის მეორე ადამიანის თუნდაც მისი ყურადღების ცენტრია და მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, ესე რომ აი დღის განმავლობაში შეხმიანება, მისი კარგი ქცევის აღნიშვნა
კითხვის დასმა, რა გამოსდის უკეთესად ბავშვი გადავაქციოთ თავისი ქცევის ექსპერტად, ჩვენ უცხოთ ჩვენი გზნობების შესახებ მოუყვეთ კარგი მაგალითები, რომელიც არის მაგალითად ჩვენ გვაქვს გმირობის მაგალითები, ჩვენ სირგლივ ხედავთ, თუ ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ხაზზე ესპანეთს ეხმარებიან, თვითონ მივაღებინოთ ქველმოქმედებაში მონაწილეობა. თუ ჩვენ დრო არ აგვაქვს ბავშვებთან ურთიერთობისათვის, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ თვითონ აგვაქვს გადასახედი ჩვენი რუტინა, რომ გავყოთ ერთმანეთისაგან, ჩვენ ხო ვახსენეთ დღის გაყოფა ჩვენი მუშაობის დრო და ოჯახთან ურთიერთობის დრო. ამის გარეშე ხა თუ ეს ასე არ არის, ჩვენ გვევალება ისედაც ეს იცით რა, შეიძლება საერთოდ ძალადობაში განიხილებოდეს ბავშვების მიმართ, თუ მშობელს ბავშვის დრო არ აქვს. არ არის იმდენი დრო ბავშვის საშინაო დავალებაში დახმარებისათვის საჭირო, როგორც ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. უფრო მეტად ბავშვის რეგულაცია უნდა ვასწავლოთ, რომ თვითონ მოიფიქროს, როდის რას გააკეთებს და მერე თვითონვე ესე ვთქვათ შეინარჩუნოს ეს თავისი დღის რუტინა და მოვუაროთ ჩვენ სტრეს ჯობს და იმაზე ვიზრუნოთ, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენ მარტო არა ვართ ეს მსოფლიო გამოწვევა არის, უნდა ვიცოდეთ, როდის არ ვიყოთ ტაიმაუტი, როგორ მოვდუნდეთ, სუთქვითი ვარჯიშები, მაგალითად, ახლა ძალიან დიდი თემაა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცით სტრესთან გამკლავებები, ერთწუთიანი მოდუნებები, შეიძლება ეს ჩვენ ბავშვებთან ერთად გავაკეთოთ და აი ვნახავთ ჩვენ, რომ აი პანდემიიდან კიდევ უფრო გაძლიერებით გამოვალთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი მოძრაობა სიმღერის ფონზე ვარჯიში, აი ამ ჩვენი რეგულაციების დაცვაში შეიძლება რაღაც თამაშის ფორმით ეს ჩვენ გავაკეთოთ და რაც შეეხება სწავლას და აი ამ შინაგან мотивაციას ეს უნდა გახდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი და აი ეს უბრალო მონაწილეობა არ აქვს პიროვნული ურთიერთობა მასწავლებლისა და მოსწავლისა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი შეეხმიანოს მასწავლებელი და წარმოაჩინოს ის კლასის წინაშე, დაუცვათ მოწყობს მაგალითად უფრო მოკლე კითხვები, უფრო აქტიურ ბავშვს სხვანაირად მოექცეს, აი ეს ინდივიდუალიზაცია სასწავლო პროცესისა იქნება იმდენად წარმატებული, რამდენადაც ითანამშრომლებს თქვენ და მასწავლებელი და ეს ყველაფერი კონკრეტულად თქვენი შვილისათვის იქნება დაგეგმილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის და მე იმეც ვიტოვებ, რომ მართლაც გამოწვევის წინაშე, რომლის წინაშეც ვდგავართ მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ ჩვენ, მალე გაივლის, ესეც გაივლის უფრო სწორად და თქვენ იქნებით ჩვენი სტუდიის სტუმარი და ეს პირისპირ კომუნიკაცია ისევ აღდგება ადამიანებს შორის. ძალიან დიდი მადლობა მნიშვნელოვანი რჩევების მოცემისთვის. უღრმესი მადლობა ლელა ტყეშელაშვილი, ფსიქოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დღის არხი პირდაპირ ეთერში ასრულებს მუშაობას და 16 საათსა და 10 წუთზე თქვენ გელოდებათ გადაცემა 2 აზრი ნანიკო ხაზალაძესთან ერთად. დღის აქტუალური თემა. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.